1010 წელი. დავითის მეფობა უკვე 21 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მან შეძლო თურქ-სელჩუკთაგან წელში გატეხილი ქვეყანა თავიდან დაეყენებინა ფეხზე. იგი მის მიერ შექმნილი სამეფო ლაშქრით იწყებს თურქთა ხელში მყოფ უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქების განთავისუფლებას. ხოლო ვიდრე ამ ჟამამდე ქალაქი ტიფლისი, რუსთავი და სამშვილდე თურქთა ჰქონდეს. მას ჟამსა გადავიდა მეფე იმერეთს და შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელისა და მწიგნობარ თუხუცესსა წინაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი და სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე. თქვენ მოისმინეთ ნაწყვეტი საისტორიო სახის თხზულებიდან ცხოვრება მეფე დავითისა, სადაც საუბარია სამშვილდის თურქთაგან დახსნაზე. თუ ზემოთ მოყვანილ ცნობას კიდევ უფრო ჩაუღრმავდებით, რამოდენიმე საინტერესო გარემოებას აღმოვაჩენთ. პირველ რიგში ყურადს აღებია, რომ დავით მეოთხე აღმაშენებელი არათუ ქართლში სამშვილდის ციხე-ქალაქის მისადგომებთან, არამედ იმერეთში იმყოფება, ხოლო დიდებული თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი ციხეს კი არ იღებენ, არამედ როგორც მემატიანე წერს, მოიპარეს სიმარჯვით. ახლა შევეცდები დეტალურად აგიხსნათ ყველა ზემოთ ხსენებული გარემოება, რაც თავის მხრივ სრულ წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რა გზით განთავისუფლდა და გადავიდა ქართველთა ხელში ლეგენდარული სამშვილდის ციხე-ქალაქი.